ახლა მინდა განსხვავება დაგანახოთ კლასიკურ ანუ ტრადიციულ ბიზნესსა და ქსელურ მარკეტინგის ბიზნესს შორის. ტრადიციულ ანუ კლასიკურ ბიზნესში ყავს მთავარი მწარმოებელი კომპანია, შემდეგ ამას მოსდევს შუამავალი რგოლები, ეს იქნება დისტრიბუტორი, საბითუმო მოვაჭრე, საცალო მოვაჭრე, ასევე პროდუქტს უკეთდება რეკლამა. ყოველი შუამავალი რგოლის გავლის შემდეგ პროდუქტზე ფასი, რა თქმა უნდა, რომ იზრდება და საბოლოოდ ჩვენ მაგალითად სუპერმარკეტში პროდუქტს ვიძენთ ძალიან დიდი ფასნამატით. ხშირად ქსელური კომპანიის ბიზნესს მოიხსენიებენ როგორც პირდაპირ გაყიდვების კომპანიად და რატომ მოიხსენიებენ ხოლმე ახლავე აგიხსნით, საცალო ვაჭრობისგან განსხვავებით პირდაპირ გაყიდვების კომპანიაში, ანუ ქსელურ ბიზნესში რეგისტრირებული ადამიანი პირდაპირ გადის კონტაქტზე პოტენციურ მომხმარებელთან. ის მას თავაზობს პროდუქტის შესახებ სრულ ანოტაციას, ანუ პრეზენტაციას წარადგენს სრულად, გაუზიარებს მას პირად გამოცდილებას, თავადვე ახდენს პროდუქტის მიწოდებას მომხმარებელთან. ვიმედოვნებ დღევანდელი ვიდეო ჩანაწერით დაგანახე, რომ ქსელური ბიზნესისა და ტრადიციული ბიზნესის პროდუქტებს შორის, ფასთა შორის სხვაობას, პროდუქტის ხარისხი კი არა, უბრალოდ ბიზნეს მოდელი განსაზღვრავს.